ტოქსიკურ ადამიანთან კამათში გამარჯვების მთავარი საიდუმლო. ნორმალურ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ სხვა ადამიანს დაანახონ თავიანთი ხედვის კუთხე. ამიტომ ეძებენ უფრო შესაფერის, უფრო გონივრულ არგუმენტებს, რომ ახსნან თავიანთი პოზიცია და გააგებინონ სხვას, რისი თქმა უნდათ, რას გულისხმობენ. მაგალითად, სულაც არ უნდათ დედის გაბრაზება, როცა სთხოვენ, რომ სტუმრობამდე დარეკოს. ამით უბრალოდ პირად საზღვრებს ადგენენ. სწორედ აქ იწვევიან, სწორედ ეს აგდებს მათ ხანგრძლივ და დამქანცვალ კონფლიქტში, რომელშიც ვერასდროს იმარჯვებენ. გეტყვით რატომ? ტოქსიკურ ადამიანს, მანიპულატორს, ფსიქოპატს არ აქვს მიზნად თქვენი მოსმენა, გაგება და რაც მთავარია, მათი მიზანი არაა თქვენი აზრისა და ინტერესების გათვალისწინება. მათი ერთადერთი ინტერესი თქვენი მორალური განადგურებაა, გამოფიტვა, სურთ დაგაეჭონ საკუთარ თავში, გრძნობებში, საკუთარ სიტყვებსა და საქციელებში. ამიტომ საერთოდ არ გისმენენ. არ აწარმოებენ თქვენთან გააზრებულ დიალოგს. ტოქსიკური ადამიანი ემოციურად გიტევს, მანიპულირებს შენი გრძნობებით. რა გამოდის, თქვენ არგუმენტებით ესაუბრებით, ის კი საპასუხოდ ემოციებზე თამაშობს. ლოგიკას მოკლებულ ემოციებზე. ვინ გაიმარჯვებს თქვენი აზრით? რა თქმა უნდა ის, ვინც ემოციებს იყენებს. დედის მიმართ დანაშაულის გრძნობის წინააღმდეგ არგუმენტები უძლურია, როცა მანიპულატორი გიჩვენებთ საკუთარ წყენას, ტკივილს, მწუხარებას, იმედგაცრუებას, დიახ, უბრალოდ გიჩვენებთ დემონსტრირებას გრძნობების, რომლებსაც სინამდვილეში არ განიცდის. აქ უბრალოდ უძლურია თქვენი არგუმენტები. ისინი თქვენთვისაც კი ძალას კარგავენ. მორჩა, დამარცხდით. როგორ უნდა გაიმარჯვოთ? დაივიწყეთ ლოგიკა. შეწყვიტეთ მანიპულატორის დარწმუნება ლოგიკური არგუმენტებით. არ წამოეგოთ მის თამაშზე. ლოგიკასთან ერთად გათიშეთ ემპათია და ემოციაც და უბრალოდ ჯიუტად დაადექით თქვენსაზე. ზარის გარეშე ნუ მოხვალ სტუმრად. არანაირი არგუმენტები თუ რატომ არა. არანაირი მცდელობა საღი აზრის გატარებისა და ურთიერთგაგებისა. არა და წერტილი. რკინა ბეტონის კედელი. მანიპულატორი ხვდება, რომ ვერ ახერხებს თქვენს ემოციებზე თამაშს და რომ ძალების ხარჯვას აზრი არ აქვს და უბრალოდ წყვეტს სამის კეთებას.